დილის არხი, რადიო იმედზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. მოგესალმებით დილამ მშვიდობისა, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ბრუნდებით ჩვენს სტუმართან ერთად თამარა ლადაშვილი, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი არის. ჩვენი სტუმარი და დიდი მადლობა. დღეს იწყებთ ჩვენთან ერთად. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ გარემოს დაცვითი განათლების შესახებ, კონკრეტულად კი იმ პროექტებისა და კონკურსების შესახებ, რომელიც ხორციელდება თქვენი ორგანიზაციის მიერ და მოდით დავიწყოთ მწვანე ჯილდო. ასე ქვია, ხო, ერთ-ერთ კონკურს, ვისთვის არის განკუთვნილი, ვისთვის შეიძლება მონაწილეობის მიღება და რა უნდა იცოდნენ მსურველებმა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა აქტიურად გარემოს დაცვითი განათლების საკითხების გაშუქებისთვის და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის. ამ ეტაპზე გამოცხადებული არის, მიმდინარე არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული ყოველწლიური ტრადიციული კონკურსი მწვანე ჯილდო, რომელიც განკუთვნილი არის დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის და ასევე საბავშვო ბაღების აღმზრდელ პედაგოგებისთვის. ორი მიმართულებით ხორციელდება ეს კონკურსი და შესაბამისად ორივე მიმართულებით გამოვავლენთ უკვე კონკურსის ბოლოს გამარჯვებულს და მწვანე ჯილდოს მფლობელს, როგორც აღმზრდელ პედაგოგს, ისე დაწყებითი კლასების მასწავლებელს. იმისათვის რომ ჩაერთონ ამ კონკურსში 20 მარტამდე გრძელდება აპლიკაციების მიღება. ხო, აი როგორი ფორმა არის, რა უნდა იცოდნენ, რა წინაპირობა აქვს აი ამ ყველაფერს. მწვანე ჯილდოს მიზანი ზოგადად არის მოტივირება მასწავლებლების და მხარდაჭერა იმ მასწავლებლების და აღმზრდელების, რომლებიც მუშაობენ როგორც გარემოს დაცვითი, ისე აგრარული განათლების ხელშეწყობის კუთხით. ძალიან ბევრ აქვს გავლილი თუნდაც ჩვენი ტრენინგები, იგივე მასწავლებლების კუთხით ვიტყოდი, რომ 7000-ზე მეტი მასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით არის გადამზადებული გარემოს დაცვითი და აგრარული საკითხების მიმართულებით ჩვენი ტრენინგების ფარგლებში და მათ აქვთ შესაბამისი სახელმძღვანელოები გადაცემული ჩვენი მხრიდან ასევე და აღმზრდელ პედაგოგებსაც 3000-ზე მეტი აღმზრდელ პედაგოგი არის გადამზადებული. ასე რომ მათ აქვთ ის შესაძლებლობა და ძალიან ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება სკოლებში და საბავშვო ბაღებში. მიმართულებით და გვინდა ხოლმე რომ ხელი შევუწყოთ პოპულარიზაცია გავუკეთოთ მათ საქმიანობას და გამოვავლინოთ ხოლმე ყველაზე მწვანე აღმზრდელი და მასწავლებელი. განაცხადების მიღება ყოველწლიურად ზოგადად შემოდგომაზე ცხადდება ხოლმე გარემოს დაცვითი განათლების მსოფლიო დღეს და ჩვენ ვაძლევთ ხოლმე მათ მონაწილეებს, მსურველებს ძალიან დიდ დროს, საკმაოდ დროს იმისათვის, რომ მათ შეძლონ განახორციელონ პროექტები და აქტივობები შესაბამისი პირობების მიხედვით, რაც გამოცხადებული გვაქვს. ანუ მთავარი არის ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ თქვით, 20 მარტამდე არის მიღება, შესაბამისად, კვლავაც შესაძლებელი არის, რომ გამოგვიგზავნონ განაცხადები, რომელსაც დაურთავენ ასევე ფოტო და ვიდეო მასალასაც ამსახოს და ძალიან საინტერესო და კარგი მასალა არის ხოლმე ყოველწლიურად წარმოდგენილი მათი მხრიდან. მთელი წელი აქვთ ხოლმე შესაძლებლობა, რომ ამ ინდიკატორების მიხედვით განახორციელონ აქტივობები. ანუ მასწავლებლებისთვის მაგალითად ეს არის ასეთი. ჩვენი ტრენინგები, რომლებიც აქვთ გავლილი მათ და სახელმძღვანელო, შედგება 8 წიგნისგან. 8 სხვადასხვა თემა არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მათ სულ მცირე 4 მიმართულებით უნდა ჰქონდეთ მაგალითად ნამუშევარი. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აქ უკვე გვაქვს 4 თემა და აქედანაც სულ მცირე 2 თემა მაინც უნდა ჰქონდეთ დაფარული და ყოველწლიურად ამისი მითითება ფაქტობრივად აღარც გვჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ მრავალფეროვანი არის ნამდვილად. ანუ თავისი ნამუშევრები, იდეები უნდა წარმოადგინონ, ხო, აი ეს აპლიკაციის განახორციელეს მთელი წლის განმავლობაში, ანუ ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, ფაქტობრივად 20 მარტამდე სადამდეც არის ხოლმე განაცხადების მიღება ტრადიციულად, მათ აქვს შესაძლებლობა განახორციელონ აქტივობები მოსწავლეებთან ერთად, მშობლების ჩართულობით მნიშვნელოვანი არის ასევე, რომ რა თქმა უნდა მოსწავლეებისთვის აკეთებენ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მხრიდან იგივე შეფასების დროს კომისია აფასებს ხოლმე რამდენად იყვნენ სხვა მასწავლებლები ჩართულები, ადგილობრივი თემი რამდენად იყო ჩართული, სხვა სკოლები, მეგობარი სკოლები, ასე ვთქვათ, მშობლები თუ იყვნენ ჩართულები და დამატებითი რა აქტივობები ჰქონდათ გარემოს დაცვითი განათლების ხელშესაწყობად. და ამ ხრივაც იგივე მაგალითად ადრე თუ
ძალიან პირველად როცა დავიწყეთ 2018 წლიდან ვატარებთ მწვანე ჯილდოს კონკურსს ნარჩენების მართვაზე იყო მაგალითად ძალიან აქტიურად აქტივობები ახლა ვეღარ ვიტყვით რომ მხოლოდ ნარჩენების მართვაზე არის იგივე კლიმატის ცვლილებაზე, მდგრად განვითარებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ანუ თემის აქტუალობიდან გამომდინარე არის ხო თანადროული ერთგვარი. გამრავალფეროვანი და ალბათ ამას ჩვენმა სახელმძღვანელობამაც მისცა და ტრენინგებმაც გარკვეული საფუძველი რა თქმა უნდა, მაგრამ გაიზარდა ცნობიერება ამ კუთხით შეგვიძლია ვთქვათ და გამრავალფეროვანი და უკვე ჩართულობა სხვადასხვა თემის მიმართულებით. მიზანი ამ კონკურსის ალბათ ეს არის ხო? ერთ-ერთი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა არის გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა ქვეყნის მასშტაბით. აი თქვენ ახსენეთ რამდენიმე მაგალითი, მაგრამ ესეთი თუ გახსენდება, თუ კიდევ გამოარჩევდით თქვათ ამ პროექტს, ან წარდგენილ წინადადებას, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ, რაც მთავარია შედეგი მოუტანა კონკრეტულად იმ სკოლას, იმ კლასს, იმ საზოგადოებას, იმ წრეს, სადაც განხორციელდა ეს პროექტი. ძალიან ბევრი ასეთი აქტივობა არის, იგივე თუნდაც ყველაზე კარგად ჩანს ხოლმე უკვე როცა მოსწავლეები არიან ჩართულები და თვითონ არიან ხოლმე ინიციატორები ასეთი აქტივობების განხორციელების სკოლაში. დაარსებული არის სკოლებში მაგალითად ეკოკლუბები, აგროკლუბები, ჩვენ ამ მიმართულებითაც მუშაობთ რომ უშუალოდ მოსწავლეებს დავუჭიროთ მხარი და მათი ინიციატივების განხორციელება მოხდეს და თქვენ იცით რომ გვაქვს ასევე ახალგაზრდული პროგრამებიც მოსწავლეებისთვისაც. იგივე მაგალითად თბილისის სკოლები რომ აქტიურობენ თუნდაც სოფლის მეურნეობის კუთხით აქტივობებით, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ერთ-ერთი სკოლა მიკავშირდებოდა მაგალითად ამას წინათ რომ უნდათ ქართული ხორბლის ჯიშების დათესვა სკოლის ეზოში და ამ მიმართულებით მხარდაჭერა გთხოვეს უბრალოდ. არის ძალიან ბევრი ნამდვილად კარგი აქტივობა. აი კლიმატის ცვლილებაზე ვიტყოდი მაგალითად, თითქოს შეიძლება ვიფიქროთ, როგორ უნდა ვასწავლოთ კლიმატის ცვლილება საბავშვო ბაღში, ხო? ასეთ პატარა აღსაზრდელებს. მაგრამ სწორედ აღმზრდელების თხოვნით და რეკომენდაციით გავითვალისწინეთ ჩვენ და დავამატეთ კლიმატის ცვლილების თემა საბავშვო ბაღების პროგრამას. მანამდე იყო ბიომრავალფეროვნება, ნარჩენები და წყლის და ენერგიის დაზოგვა. აი წყლის და ენერგიის დაზოგვაზე ძალიან კარგი აქტივობები აქვთ ხოლმე მაგალითად საბავშვო ბაღებში დაკვირვების მეთოდს იყენებენ ხოლმე და თამაშის მეთოდს თავისთავად და ეს ბავშვები უკვე როცა თამაშით სწავლობენ, ფაქტობრივად ჩვენი დაწყებითი კლასების პროგრამა გაგრძელება არის საბავშვო ბაღების პროგრამის სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების, იმიტომ რომ რასაც ისინი სწავლობენ თამაშით დაკვირვებით საბავშვო ბაღში, შემდეგ უკვე იღებენ თეორიულ ცოდნას, იწყებენ მარტივი მათთვის გასაგებიანით, რა თქმა უნდა, თეორიული ცოდნის მიღებას და პრაქტიკაში განხორციელებას უკვე დაწყებითი კლასების ეტაპზე. მწვანე ჯილდოს მფლობელი გახდება მოტივირებული პედაგოგი. რას გულისხმობს, რა არის მათთვის მთავარი мотиваცია, რომ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა? ის რომ გახდნენ გამარჯვებულები და ასევე იყვნენ ყველაზე მწვანე გარემოსდამცველი და აგრარული განათლების ხელშემწყობი მასწავლებლები. გასაგებია. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც ახორციელებთ და უკვე მიმდინარე 22 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით არის, ხო, ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი. ეს არის მეფუტკრეების ტრენინგების მეორე ფაზა, ესეც აქტუალური. ესეც ისეთი აგრარული მიმართულებით ყოველ წელს გვაქვს ხოლმე ჩვენ სხვადასხვა ტრენინგები. ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს ფერმერებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის, არა მარტო მეფუტკრეობაზე, იგივე მაგალითად დაფნაზე გქონდა 1-2 თვის წინ ტრენინგები, ეს დამოკიდებული არის ხოლმე თემა ირჩევა ხოლმე მუნიციპალიტეტის და ფერმერების საჭიროებიდან გამომდინარე ხოლმე და მაქსიმალურად ვცდილობთ ვუპასუხოთ მათ მოთხოვნას და საჭიროებას რეგიონში და უზრუნველყოთ ხოლმე უკვე შესაბამისი ტრენინგების ჩატარება. იგივე გარდა ფერმერებისა გვაქვს მაგალითად თვითონ კოლეჯის მასწავლებლებისთვისაც ძალიან ბევრი ტრენინგი იმისათვის რომ აქტიურად არიან ადგილზე და სწორედ კოლეჯებში სწავლობენ ფერმერები და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე სხვადასხვა თემას, რაც სოფლის მეურნეობის კუთხით არის ხოლმე მნიშვნელოვანი. ამიტომ მაქსიმალურად ყოველ წელს და თუ ესაც ფაქტობრივად იცვლება ხოლმე ჩვენი ნუსხა ტრენინგების სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ანუ ორი მიმართულება არის თქვენი მთავარი, ერთი არის განათლების საგანმანათლებლო დაწესებულებაში თქვენი ჩართულობის გაზრდა და მეორე არის თქვათ მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლება, თქვათ და ასეთი კონკრეტული ტრენინგები, ხო, კონკრეტული ვიწრო დარგის მიმართულებით. ნამდვილად, ფართო საზოგადოების
ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაც არის და ასევე მოვყვებით ხოლმე უკვე სამიზნე ჯგუფების მიხედვით, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მაგრამ საგანმანათლებლო ორგანიზაციების გარდა იგივე მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ მქონდა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ადგილობრივი თვითმმართველობების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება და გადამზადება იმისათვის, რომ მზად იყვნენ გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების კუთხით ახალი მიმდინარე კანონმდებლობის განხორციელების და შესრულების მიზნით. ბევრი სამიზნე ჯგუფი ყავს, ჩვენ შეიძლება ითქვას ფაქტობრივად ფართო საზოგადოებაზე ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. სანამ გვაქვს კიდევ ცოტა დრო, მოდით არ გამოგვრჩეს ეკოლიდერთა სკოლა, აი ამასაც რომ ვისაუბროთ და შემდეგ აგროსკოლასაც რომ მივაწოდოთ ჩვენს მსმენელებს ინფორმაცია. ვისთვის არის განკუთვნილი მიზნები და ამოცარი. ჩვენ ვახსენეთ, რომ გვაქვს ახალგაზრდული პროგრამებიც მოსწავლეებისთვის. მოსწავლეების კუთხითაც სხვადასხვა საკობრევ კატეგორიას გამოვყოფდი, მაგრამ განსაკუთრებით აღნიშნავდი მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს და სწორედ მათთვის გვაქვს ეკოლიდერთა სკოლაც და აგროსკოლაც. ასევე გვაქვს მაგალითად სატყეო სკოლა და კლიმატის ელჩები. ახლა გამოვაცხადეთ ასევე მიღება მოხალისეთა ქსელში, რომელიც გაერთიანებს უკვე ამ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით და იმედი მაქვს იქნება გამოხმაურება და დაინტერესება, ესეც ყოველწლიური ტრადიციული აქტივობა არის ჩვენი იმისათვის, რომ გავაფართოვოთ ხოლმე ჩვენი ახალგაზრდა მეგობრების ქსელი გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეკოლიდერთა სკოლაში განაცხადების მიღება ამ ეტაპზე არის გამოცხადებული 20 მარტამდე არის აქაც მიღება ამ შემთხვევაში მე-9-მე-12 კლასის ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეუძლია დარეგისტრირდეს, გამოაგზავნოს განაცხადი, მაგრამ აქვე აღნიშნავ, რომ ყოველთვის ძალიან მაღალი არის კონკურენცია, შესაბამისად განაცხადებიდან საბოლოო ჯამში შეირჩევა 50 აქტიური ახალგაზრდა. ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა, რომელსაც აინტერესებს ჯერ არ ასე ვთქვათ, ჯერ არაფერი გაუკეთებია შეიძლება გარემოსდაცვის მიმართულებით, მაგრამ აქვს ძალიან დიდი мотиваცია და ეს мотиваციაში უნდა ჩანდეს აუცილებლად. ან ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულები მოხალისეობრივად გარემოსდაცვითი კუთხით, როგორც სკოლებში არსებული ეკოკლუბების ფარგლებში, ისე დამოუკიდებლად ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან, შეიძლება ითქვას აქტიურები ამ მიმართულებით, რაც ძალიან გვახარებს ჩვენ. მთავარი მიზანი ამ ახალგაზრდული პროგრამების არის, რომ ხელი შეუწყოთ ცნობიერების ამაღლებას როგორც გარემოსდაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აგროსკოლაში მაგალითად უკვე აგრარული მიმართულებით, სადაც სწავლა უკვე დაიწყო და ისიც განკუთვნილი არის სწორედ მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის და აქვე დავამატებდი რატომ მე-9-მე-12 კლასები, იმიტომ რომ ეს არის ასაკი, როდესაც ახალგაზრდები იღებენ გადაწყვეტილებას თავისი მომავლის, თავისი პროფესიის შესახებ და ჩვენი მიმართულები ძალიან ბევრი საინტერესო, მაგრამ ამავდროულად დეფიციტური პროფესია არსებობს და გვინდა მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდებს ამ დეფიციტური მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის საჭირო პროფესიების შესახებ და იმ პროგრამების შესახებ ასევე, სადაც შეუძლიათ იგივე გააგრძელონ სწავლა, ჩააბარონ და სამომავლო პროფესიად აირჩიონ. ანუ ეხლა იწყება ამ საბუთების მიღება ეკოლიდერთა სკოლაში, როდემდე გრძელდება და აქაც რამე არის, თქვათ, აი ზუსტად აი ეს პროცესი როგორ წარიმართება? აქაც ორ ეტაპიანი არის, ამ შემთხვევაში აპლიკანტების რაოდენობიდან გამომდინარე გვაქვს ორეტაპიანი კონკურსი, საკმაოდ მაღალი კონკურენცია არის. 20 მარტამდე იქნება განაცხადების მიღება, შემდეგ არის განაცხადების გადარჩევა უკვე მეორე ერთი ეტაპი და შემდეგ არის უკვე გასაუბრებელი კომისიასთან, სადაც მათ უნდა წარმოადგინონ, რაც შეიძლება კარგად თავისი мотиваცია და ასახონ რატომ სურთ ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობა. და შემდეგ რა არის, როგორ არის აი ამ სკოლაში სწავლების პროცესი, შეხვედრები, არ ვიცი, პრაქტიკული სამუშაოები თუ როგორ? ორივე ნაწილს მოიცავს ჩვენი ახალგაზრდული პროგრამები, ეს არის ხოლმე ორთვიანი, დაახლოებით ორთვიანი პროგრამა. პირველი 2 თვე არის ხოლმე კვირაში 2-ჯერ ონლაინ შეხვედრები 2 საათის განმავლობაში, მორგებული არის დრო ზუსტად ისეთ დროს, რომელიც მოსწავლეებისთვის არის მისაღები, აუცილებელი არის აქტიური მონაწილეობა და დასწრება, იმიტომ რომ ეკოლიდერის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ მონაწილეს, ვინც აქტიურად არის ჩართული, ესწრება თითქმის
80%-ზე მეც აუცილებლად უნდა დაესწროს მაგალითად შეხვედრების და იმუშაოს ჯგუფებში თავის მეგობრებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ბოლოს გვაქვს ხოლმე შემაჯამებელი გასვლითი შეხვედრები, ასევე წახით ჩვენ, რომელიც ძალიან უყვართ ჩვენს მონაწილეებს და ახალგაზრდებს, სადაც პრაქტიკაში ნახულობენ უკვე იმ ყველაფერს, რაც 2 თვის განმავლობაში გაიარეს. ონლაინ, იმიტომ გვაქვს, რომ შესაძლებლობა მივცეთ ყველა რეგიონიდან ახალგაზრდას მონაწილეობა მიიღოს და ჩაერთოს პროცესში და ის რამდენიმე დღეც ყოველთვის ისე დროს არის ხოლმე შერჩეული, რომ შეძლონ ჩამოსვლა თბილისში და დასწრება შესაბამის საველე გასულებზე, იმიტომ რომ და შეხვდნენ ასევე იმ ექსპერტებს, ვისაც ისინი 2 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ და სწავლობდნენ ძალიან ბევრ საკითხს. აგროსკოლაში მაგალითად ბოლოს აქვთ ხოლმე წარმოსადგენი ესეთი საინტერესო პროექტი ჩემი ფერმა. თემას არჩევენ თვითონ და უკვე იმ საკითხებზე დაყრდნობით, რაც 2 თვის განმავლობაში გაიარეს და ისწავლეს, მათ აქვთ უკვე შესაძლებლობა, რომ თავისი ინტერესის მიხედვით წარმოადგინონ ხოლმე უკვე პროექტები. აი ჩვენ საუბრობთ აგროსკოლაზე, ხო, ეკოლიდერთა სკოლას და უკვე ამ ორივე პროექტს კურსდამთავრებულები ყავთ და აი როგორი არის უკავშირი, როგორ მოხდა თქვათ ამ ცოდნის გამოყენება შემდეგ პრაქტიკაში და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის აი ამ პროექტში მონაწილეობა. მაგალითად ჩაშანდელი მონაცემების მიხედვით გვყავს 300-მდე ახალგაზრდა, რომელმაც ჩვენს 4-ვე პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პირველი უკავშირი არის ხოლმე ყოველთვის ის ვცდილობთ ყოველთვის მივიღოთ უკავშირი ყოველი კურსის დამთავრების შემდეგ და განვაახლოთ პროგრამა, შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები, მათი ინტერესების გათვალისწინებით და რჩევების მიხედვით, მაგრამ ასევე უკავშირი მთავარი ჩვენთვის შედეგი არის ის, რომ თუნდაც რამდენიმე მათგანი უკვე სწავლობს სოფლის მეურნეობის ან ან გარემოს დაცვის მიმართულებით. იგივე არიან ახალგაზრდები, მაგალითად, როცა აღნიშნე, რომ მნიშვნელოვანი არის мотиваცია, ყავს ხოლმე ისეთი მონაწილეები, რომლებმაც იციან, რომ უნდათ მაგალითად გარემოს დაცვის ან სოფლის მეურნეობის მიმართულებით სწავლა, მაგრამ არ იციან კონკრეტულად რა უნდათ ამ სფეროში. და შესაბამისად ეს კურსები აძლევს მათ საშუალებას, რომ ჩამოყალიბდნენ იმ სპეციალიზაციების შესახებ, რომელიც არის მათთვის უფრო დიდი ინტერესის სფერო. ასევე ჩვენთვის შედეგი არის მაგალითად და უკავშირი მთავარი, რომ ეს ახალგაზრდები უკვე თავისით მონაწილეობენ უკვე საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროცესებში, მაგალითად ყავს რამდენიმე კლიმატის ელჩი, რომელიც უკვე ისე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ახალგაზრდულ პროცესებში კლიმატის ცვლილების მოლაპარაკების, რომ აქეთ გვაწვდიან ხოლმე ჩვენ ინფორმაციას და ყოველთვის ასევე ჩვენი პროგრამების შესახებაც ისინი აკეთებენ ხოლმე, წარადგენენ ხოლმე ამ საერთაშორისო ასპარეზზეც უკვე ჩვენს პროექტებს. ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის საბოლოო ჯამში არის ცნობიერების ამაღლება. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რასაც ვიღებთ და ყოველთვის გვართ ხოლმე ერთი დილემის წინაშე, რომ ერთი პროგრამის კურსდამთავრებულს უკვე უნდა ძირითადად მეორე პროგრამაში მონაწილეობაც და ვართ ხოლმე ამ შემთხვევაში რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ძალიან დიდი მადლობა, ხომ არ დაამატებდით კიდევ რამე, ან რამეს ან ხო არ შევახსენოთ თქვათ ეს. შევახსენებდი უბრალოდ მასწავლებლებს და აღმზრდელებს, რომ 20 მარტამდე გაქვთ დრო, რომ დარეგისტრირდეთ, თუ კითხვების შემთხვევაში ნებისმიერ დრო შეგიძლიათ მოგმართოთ გარემოს დაცვით ინფორმაციისა და განათლების ცენტრში და მაქსიმალურად ვეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, როგორ შეავსოთ ან როგორ მიიღოთ მონაწილეობა მწვანე ჯილდოს კონკურსში და ასევე ახალგაზრდებს, რომ დარეგისტრირდით, მიიღეთ ცოდნა გარემოს დაცვის მიმართულებით და ჩაერთეთ ახალგაზრდულ პროექტებში. 20 მარტამდე აქაც შესაძლებელი არის რეგისტრაცია. ძალიან დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით გარემოს დაცვით განათლებაზე და ჩვენი სტუმარი იყო თამარა ლადაშვილი, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი.